აი ამ ბატალიონი განაიარაღეს და დაიწყო დაჭერები. მან დაჭერები მარტო 2006 წლის აგვისტოში, ივლისში არ მოხდა. მე გრძელდებოდა, მაგრამ იმ დღეებში 10-15 კაცი დაიჭერეს, რომლისგანაც ორი კაცი ციხეში მოკლეს, ზაზა გერლიანი და რომეო მარგველანი. რომეო მარგველანი დაიჭერეს აგვისტოში. დაიჭირეს და თებერვალში უკვე გარდაცვლილი ჩამოასვენეს ხეობაში. ბერძოლი იყო? კი. რითაც დაიჭირეს 90 კილო იყო დაახლოებით ალბათ ჩემზე ბევრად დიდი ტანის იყო ის ბიჭი. ჩემ თვალწინ დააკავეს, ხომ დაკავება მოხდა როგორ? ჯერ დაიჭირეს და მამა და შეუთვალეს რომ ან ჩაგუბარდები, ან შენ დას გავიყვანთ ძალიან დიდ სასჯელზე და ჩაბარდა. ჩაბარდა და ამოიყვანეს კუდმა დაიჭირა, კონსულსოფთ ხვევამ დაიჭირა და რითაც დაიჭირეს 2006 წლის აგვისტოში, იმით შემოასვენეს 2007 წლის თებერვალში, იმ დასაცმლად. და იქნება დაახლოებით 35-40 კილოგრამი იქნებოდა გარდაცვლილი, მეტი არა. ყველა ძვალი მოტეხილი ქონდა. ხერხემალი ქონდა, იარ მოტეხილი კი არ ქონდა, აი დამსხვრევებად ქონდა ქცეული მალები. ეთყობა ურტყავდნენ ან იარაღის ტარს ან რამე ბლაქსაგანს. ცხვირი მოტეხილი ქონდა. ფრჩხილებს ეთყობა არ აჭრიდნენ საერთოდ და დამტრეული ქონდა ეს ფრჩხილები და თლიანად იყო ჩამჯდარი სისხლი. ანუ ეს სისხლი არ იყო ერთი დღის და ორი დღის, ეს იყო თვეობით ნაწამები. ტანსაცმელი, რომელზეც შემხმარი იყო სისხლი. აგვისტოდან მოყოლებული რო აწამებ ადამიანს თებერვლამდე. იმდენ საკვებს აძლევდნენ ეთყობა რომ ცოტა მეტხანს ყოფილი იყო. რომელ დაწესებულებაში ყავდათ ხომ არიცით? დააკავეს, კუდმა დააკავა და მე ზუგდიდში ყავდათ. ზუგდიდის ციხეში იყო რომეო მარგველანზე ყვებით. რომეო მარგველანი, კი ბატონო. რომეო მარგველანი. რამდენი წლის იყო რომეო მარგველანი ამ დროს? ალბათ იქნებოდა 33, 29 წლის იყო. ხო, 20, ხო, დაახლოებით ეგრე იქნებოდა, კი ბატონო. ხო და რო შემოიყვანეს, აი აპატიოს ახლა ოჯახმასთან ერთად გარდაცვალა, დატილიანებული იყო საშინელად, აი ვერ მიეკარებოდი გარდაცვლილს. ანუ ისეთ მდგომარეობაში იყო. მთელი ხება მაგას ხედავდა. არც ის არა იქ შეიწუხეს იმაზე თავი რომ მოკლეს კაცი და ელემენტარული გაეპატიოსებინათ და ტანსაცმელი მაინც გამოეცვალათ. აი როგორც წაიყვანეს, ისე მოგვიგდეს უკან. მკვდარი. და ამით გვანახეს რომ შემდეგი რომელი ხართ, აბა ერთი ვინ იქნება, ოქროს ხო გითხრათ ჩვენ რომ აი ამ დანით გამოუჭრი ბავშვსაც და ქალსაც ყელს, ვინც გაგვიწევს ცირე წინააღმდეგობასაც კი. ცირეცას ვინც გაწევს წინააღმდეგობას. ყველას იჭერდნენ, ყველას ურტყავდნენ ხეობაში.